ქართული სახელმწიფოს დასავლური კურსი ჩემთვის არის ძვირფასი, როგორც ერთადერთი გამოსავალი ამ ეტაპზე ჩემი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ჩემთვის პირადად, როგორც რიგითი მოქალაქისთვის არ ჩანს. ამ ეტაპზე არის ერთადერთი არჩევანი დასავლეთი, ან ისევ დაბრუნება წარსულში, ისევ რაღაცა კონფლიქტები, შიდა, ვითომ რაღაცა ესეთი ეთნიკური დაპირისპირებები და რომელიც საერთო ჯამში ესე პირდაპირ ვთქვათ უკავშირდება ჩემი ქვეყნის ოკუპაციას. საფრთხე ამ ეტაპზე არის უდიდესი, რადგან ხედავ რომ ანუ უმაღლეს დონეზე არის ისეთი მოძრაობები, როგორც არის სიტყვაზე ოკუპირებული ტერიტორიების ირიბი აღიარება, მაგალითად ეს ყველაზე ნათელი მაგალითი არის რკინიგზის მაგალითი, რომლის საზღვარიც ჩვენ შემთხვევაში გაივლება აფხაზეთთან, რაც ნიშნავს უკვე იმას, რომ შენ აღიარებ იმას უკვე როგორც საზღვარ და აღიარებ როგორც სხვა სახელმწიფოდ, ეს არის ერთ-ერთი უბრალოდ მაგალითი და დანარჩენი, რავი, ყველაფერი ჯერჯერობით რასაც ხედავ მიდის იქითკენ, რომ ისევ და ისევ ხვდებით რაღაცა უმნიშვნელო ქვეყანა, რომელიც უკავშირდება, ხდება ასე ვთქვათ, რაღაც არაოფიციალური რუსეთის ასე ვთქვათ, ოლქისავით დაახლოებით რა, რასაც მე ვხედავ. მე 19 აპრილს მონაწილეობას ვიღებ აქციაში, იმიტომ რომ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია იმის შესახებ, რომ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის დასავლური კურსი და ყველას მინდა მოუწოდო ამის შესახებ და მინდა რომ ჩვენ ყველას ერთად გქონდეს ეს ერთიანი პოზიცია.